პატივისმცემელი გახდეს ცნობილ ექიმთან, ცნობილ პიროვნებასთან დააშორება. ეს არ არის მარტივი სიტუაცია და მე მინდა ვთქვა, რომ ჩემი დღევანდელი გამოსვლა ცანის განცხადებებით, რომელიც წინა პერიოდში მქონდა, ზოგიერთი რამის თაობაზე მე პრეზიდენტი დავაყენე საქმის კურსში და ვთვლი, რომ დღევანდელი გამოსვლას მე ვჭარ ამპარებო, რომ ძალიან ბევრი უსმენს ამას. მე უბრალოდ ხო აკრიტიკებენ როდესაც ორშაბათს რა მოხდა, ორშაბათს როცა დამთავრდა არჩევნები, ესე იგი ჩვენთან 10-15 პიროვნება ესწრებოდა სხდომა პოლიციის ხელმძღვანელების. იქ გვარები დაასახელეს და მე მადლობა მინდა უთხრა, გავიდა მე ეს გვარები გარეთ შეშინებული, 3-4 სხვადასხვა ჯგუფი ჩამოვიდა გარეთ, ეშინიათ უკვე არ გაირკვეს. ეხლა მოხდება ეს რომ მომწავლავი ნივთიერება რომ შემოიტანეს საქართველოში, აი ნახავთ თქვენ რა ძალები იქნება მის უკან თუ იმის მომწავლავი ნივთიერება უკან. ნავთობს რომ დღეს რომ მთავრობის ხდომაზე ითქვა 21 ვაგონი თუ რაღაც უდიდესი ეს პირველად შემოიტანა ეს ძალიან ბევრი რამ ჯართის ბიზნესი რეალურად აი ვინც უნდა შეეკავოს ჯართის ბიზნესი კრიმინალიზებულია ანუ აეროპორტი არავინ არ იწიწყოს ამ იმაზე თვითმფრინავები და ესენი ამისიკან უმძიმესი ძალები დგანან მთელი რიგი დიდი ბიზნესი ხმამაღლა უნდა ვთქვათ ეს მე ვიცი რა დარტყმებს მივიღებ არც ხელისუფლებაში მოეწონება ბევრი იმას ეს თქვენ კიდევ ერთხელ მინდა დააკვირდეთ არ პოლიტიკოსების ძალიან ცოტა ნაწილი ლაპარაკობს ამაზე მაგრამ პირად საუბარში ყველა მე ისეთი შტაბ-ტილება მრჩება რომ ძალიან ბევრი მათთან კავშირშია ეს არის სერიოზული რამ აქ არ არის ეს აქ მარტო რომ ერთი პიროვნება აკრიტიკო როგორც წარმოუდგენიათ ვთქვათ ეს ხალხი რას აკეთებს ეს ხალხი აკეთებს იმას რომ ვთქვათ თუ დაიწყეთ წესრიგის დამყარება ქვეყანაში დადგებიან მოწინააღმდეგე ძალასთან იმისათვის რომ დაგამხონ ისევე როგორც ეს მოხდა ვთქვათ ერთხელ მერე მეორედ რაც გაუკეთეს გამსახურდიას გარკვეულწილად ლოიალური დამოკიდებულება ქონდათ პირველ ეტაპზე ვთქვათ ხელისუფლების მიმართ როცა ჩამოვიდა ბატონი შევარდნაძე მაგრამ როგორც კი შევარდნაძე ქუთაისში როდესაც იყო 19 ოქტომბერს მე მას ვუთხარი რომ თქვენ ბატონო პრეზიდენტო არ მოგცემენ ამის გაკეთების საშუალებას იმიტომ რომ იმდენად ღრმად არის ეს წარმოიდგინეთ თქვენ რომ 30 40 50 ლარიან ხელფასით ხალხი ამას ქვეყანა ხომ უყურებს ცხოვრობს კარგად არ არის ხელისუფლების 90% დღეს ბიზნესია ბიზნესი თქვენი განცხადებით არის ძირითადად კრიმინალიზებული. ყველა დიდი ბიზნესი საქართველოში უმეტესი მაინც არის კრიმინალიზებული. ვიცი რა დარტყმებს მივიღებ, მაგრამ აქედან ის არის ფიქრობთ, რომ გამოსვლა შეიძლება. ესენი არიან ეს არის უბრალოდ სერიოზულ ხალხს, ძლიერ ხალხს. არავით არის პრობლემა ამისი. არ ექნება რომ ეს ამას უნდა პოლიტიკური ნება, ამას უნდა ხელისუფლების და უპირველესად თქვათ ხელმძღვანელობის და ხელისუფლების პოლიტიკური ნება მე ერთი რამ მინდა გითხრათ რომ ვიცი ახლა დროში ძალიან შეზღუდული ვარ მაგრამ მე ამ თემასთან დაკავშირებით აი უბრალოდ წინა ის მე არ მინდა არეულობაზე მითხარით თქვენ წეღან განა აი მინდა გკითხოთ თქვენ აი როცა დამთავრდა ჩემი გამოსვლა მე იყო ნუ პენსიონერებთან დაკავშირებით მე ვთქვი მაგრამ აი მეორე დეტალი იყო ასეთი რომ რეგიონალიზაციას მხარს უჭერთ მაგრამ პრეზიდენტმა შემოიტანოს დამსხვილება. აი მითხარით თქვენ ქალბატონო ინგა, ვინმე მიქნებ დაგირეკოთ ტელეფონზე ან საქართველოში იქნებ ტელევიზიით. თქვენ მე ოდნავ მითხრათ ერთმა პიროვნებამ მაინც გითხრათ, რას ნიშნავს დამსხვილება და რომელი ორი რაიონის შეერთება საქართველოში. არ არის ეს არეულობა. ანუ ჩვენ კერპს ვიხდით ხუთს ესე იგი იმის რომ რეგიონალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ ტრადიციული წინააღმდეგი ვარ. აი თურმე ორი რაიონი უნდა შევაერთოთ ერთად. საქართველოში ორ სოფელს ვერ მოძებნით დღეს, რომელიც ერთი სახელწოდებით შეიძლება გააერთიანო. ანუ ტელევიზიაში გამოდიან ადამიანები ზოგჯერ არ მინდა თქვენთვის საწყენი იყოს, მაგრამ აი ხშირად ერთხელ ამის წინ გამოსვლა რომ მქონდა, თქვენთან ორი პიროვნება იჯდა. მათ ისეთი ტყუილები თქვეს. მე ხო ყველაზე ვსაუბრობდი ერთ მინისტრზე, მეორეზე და მე მათთან მაქვს მეთქი საუბარი. მაგრამ ისეთი ტყუილები თქვეს, ერთ-ერთმა აღნიშნა რომ ინსკირველი ეთანხმება გამოვიდით. მივნახე ბატონი გივი ინსკირველი მივედი მასთან, ტყუილია ჩემთან არავის საუბარი არ ქონია, როცა აი მეორე კიდე ნანა დევდარიანი გახსოვთ. აი ამიტომ თქვენთან დაჯდება პიროვნება, იგი გადმოაგდებს ისეთ რამეს, ვიღაცას მიაყენებს ისეთ შეურაცხყოფას, წვავეთ არ საუბრობს, ხმის დაყენება კარგად ისწავლეთ, ასე მგონი აისწავლეს, მე მგონი ხელზე მოსაუბრობენ, გული არ აქვს და ზოგჯერ უკვირთ რომ ვიღაცა ანერვიულდა, როგორ შეიძლება არ ანერვიულდე როდესაც ადამიანი ვთქვათ ესე იგი უკადრებელს კადრულობს და რაღაც ისეთ რამეს გაბრალებს. დიდი მადლობა ბატონო თემურ, ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ ძალიან ხშირად გაისმის ხოლმე ასეთი განცხადებები, რომ აი ჩვენს ეთერში ადამიანები ძდებიან, რომელიც რაღაც უკადრებელს კადრულობენ. ჩვენს ეთერში ძალიან ხშირად, მოდით მე როგორც ჟურნალისტი შეიძლება ცოტა ხმამაღალია ჩემ მხრიდან ამის განცხადება, მაგრამ მაინც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ადამიანების ლუსტრაცია. ჩვენ ადამიანებს მაყურებელს ვაჩვენებთ იმ ხალხს, ვინც ხელისუფლებაშია, ვინც პოლიტიკაშია. ხალხი თავადვე აირჩევს, ვინ უნდა მიიღოს და ვინ არა.
მე ამ სიტყვებით დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. ასოციაციასთან დაკავშირებით სულად გეთანხმებით. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. მაშასე, როგორც ჩვენ გავიგეთ, თემურ შაშიაშვილს საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება აქვს შავ სამყაროსთან ქუთაისში. და როგორც თავადვე მოისმინეთ, მას ფიზიკური ლიკვიდაციითაც დამუქრებიან. თქვენ უსმენთ იმერეთის გუბერნატორს თემურ შაშიაშვილს, რეკლამის შემდეგ კი თემა ვინ და რატომ დაარბია თავისუფლების ინსტიტუტი, რომლის რამდენიმე წევრი სასტიკადაა ნაცემი. ისინი პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აქვთ. რადგან დავმალე. ესე იგი, ალიანსში ვარ საგადასახადოსთან, რადგან ალიანსში ვარ საგადასახადო, ალიანსში ვარ კრიმინალთან და მესამე არის ბიუჯეტს რომ ვაძლევ. ზუსტად 1 მილიარდი შემოდის ბიუჯეტში და 2 მილიარდი ექსპერტული გათვლებით რჩება გარეთ. ეს არის სერიოზული რამ, რომელსაც ძალიან დიდი ხანია. თუნდაც მე ერთი მაგალითი მინდა გითხრათ, რომ აი როდესაც საუბარია დაბალი ხელფასი, ყველა ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, მე არ ვსაუბრობ მარტო აღმასრულებელზე, არის, გონია ვინმეს რომ ხელისუფლება მარტო აღმასრულებელი ხელისუფლებაა. იქნებ სხვაგან უფრო მეტი რამ ხდება. და ბატონო თემურ, თქვენ წერილში, რომელიც აი გამოქვეყნდა სულ რამოდენიმე დღის წინ, ძალიან საინტერესო მომენტი იყო. პრინციპში ამანაც განაპირობა ის სურვილი თქვენი ეთერში მოწვევის ერთი ასეთი მომენტი. თქვენ ბრძანებთ, რომ ხელისუფლებაში დღეს მოვიდა და პოლიტიკაში ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც წესით, ვისაც არ აქვს უფლება რომ იყოს ხელისუფლებაში. და ეს ხდება ქურდების და კრიმინალების ხელშეწყობით. დღეს თითქმის ბოლო დღეებში აქტიურად სულ მიდის საუბარი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ამ სიტყვაზე კრიმინალიზაციაზე. მაშინ ვის გულისხმობთ ხელისუფლებაში მოსულ ადამიანებში, ვინც აი ამ ქურდების და კრიმინალების მხარდაჭერით არიან მოსული? სამწუხარო ის არის, რომ დღეს საზოგადოებაშიც სამწუხაროდ განათლებული ადამიანისადმი დამოკიდებულება არის საოცრად მძიმე და რთული. დღეს გაუნათლებელს და ფულიანს მეტი მხარდაჭერა აქვს და ხალხს, რომელიც ამას აკეთებს, მას მომავალი არ აქვს. მე ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია გითხრათ, როდესაც ჭკვიანი კაცი, განათლებული კაცი ეხმარება, იცის ძალიან კარგად კრიმინალს, მაგრამ ეხმარება რომ გახდეს სხვადასხვა ეს პარლამენტი იქნება თუ საკრებულო იქნება მისი წევრი. დღეს იგივე გვარები, ვინც მე გითხარით, თქვენ შეუძლიათ თავიანთ მინისტრებს მიუტანონ-სია, როდესაც საკრებულოს არჩევნები იყო თუ სხვაგან, აი როდესაც 10-15 კრიმინალი ქურდი შეგრებილი იყო და თამადობდა ის პიროვნებები, რომლებიც დღეს ზოგიერთი არჩეულია. თამადობდა და იყო შეთანხმება ამაზე, რომ ერთად ვართ და არჩევნებში ვიმარჯვებთ. მე ხო მაგალითები დღესაუბრობ. ვინ არიან ეს ადამიანები? მე მინდა გითხრათ, რომ შესაბამისმა მინისტრებმა მე ამ გვარების დასახელებამ კარგი არაფერი მომიტანა. იმიტომ რომ დავასახელე თავის დროზე ძალიან მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით. პარლამენტში ერთი პიროვნება არავითარი გარკვევა მას არ მოყოლია, არავის უთქვამს ჩემთვის მართალი არ ვარ, დავასახელე თქვენთან გადაცემაში თუ პარლამენტში თუ სხვა გამოსვლაში. რამდენიმე პარლამენტარი და ვთქვი რომ ესენი არიან მძიმე ბიზნესთან დაკავშირებული. ეს იყო ჭიათურაზე, სტაფონის სხვაგან და სხვაგან და სხვაგან. ხელისუფლებამ ეს არ გაარკვია, მაგრამ მე რომ მივყევი სასამართლოში ერთ-ერთ ჯგუფს, სადაც ძალიან ბევრი ვინმეა და ალბათ ეს გაირკვევა, როცა დამთავრდება უზენაე სასამართლოში თუ მათ სარჩელი შეიტანეს, $1,400,000 ფარგლებში მე მოუგე მათ, იმიტომ რომ მართალი ვიყავ. მე არ მქონდა ხელისუფლების იმედი, არ მაქვს პროკურატურაში უშიშროებაში ყველგან მასალები შეტანილია. ესე იგი ეს ხალხი გათავხედებულია და აი ამ დროს რაღაც დასკვნები არ კეთდება. მე ავირჩიე მეორე გზა, როდესაც რაღაც დაიწერება, მივმართო სასამართლოს და ვიბრძოლო ამისათვის. მე 15-მდე უკვე სასამართლო და პროკურატურაში დასკვნით მოგებული მაქვს, მაგრამ ეს ხალხი არის, მე რა გავაკრიტიკეთ ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც რომ დაასახელა შაშიაშვილმა. ჯვანესკაცი არ არის მართალი და მოვთხოვოთ მას პასუხი. ან თუ ეს მე მართალი ვარ, მე ხო სხვა რამეს არ ვითხოვ, მე ვითხოვ რომ გაირკვეს ეს საკითხები. არა თუ ეს არამედ ფორმები და მეთოდები შეცვალეს ძალიან ბევრგან, მე ამის გამოიყო რომ წვავი მაგალითი ამ რამდენიმე ხნის წინ ვთქვი და თქვენთან გადაცემაში ზოგიერთი ვთქვათ ეს სხვა ჯგუფები ჩამოყალიბდა. დღეს იგივე უშიშროების ხელმძღვანელი რო გითხარით, ზეგან ერთ-ერთ ბანკში რამდენიმე წლის წინ მიაგნო რომ ყველგან არის ამომენ ხშირად ორი აღრიცხვა აქვს, ერთი რომელსაც სახელმწიფოსთან აკეთებენ ანგარიშს და მეორე რვეულია მეწარმეებს, ვისაც იურიდიული ფიზიკურ პირებს. ეს მეორე რვეული, რომელიც ხელისუფლება იცის, მაგრამ ითმენს, ეს არის უბედურება და ამის გამო იკარგება 2 მილიარდი, იცის მეორე სამყარომაც და ამ უშიშროების ხელმძღვანელმა თავის გვარიც კი ნახა, თითქოს ერთ-ერთ ბანკში, მე ვსაუბრობ იმერეთის მხარის უშიშროების ხელმძღვანელზე, რამდენიმე წლის წინ ნახა თავის გვარს, რატომ? იმიტომ რომ ხელმძღვანელებს აწყობდათ ეს, რომ თქვათ აი კრიმინალი ხელისუფლება ერთმანეთის გვერდით იყვნენ. მე მინდა ერთი კითხო თქვენ აი ან და საზოგადოებას მიმართ, როდესაც პოლიციიდან ძალიან ბევრი პროკურატურიდან უშიშროებიდან წავიდა ესე იგი წავიდა პენსიაზე და გახსნა ან რესტორანი, გახსნა ან ვთქვათ რაიმე ადგილი შეკრების ადგილი. თქვენ თუ გინდათ ნახოთ ქურდები დადიანი იქ. ვკითხულობ. ადამიანები, რომლებიც მაღალი პოსტებით იყვნენ.
ადმინისტრაციულ ორგანოებში. წავიდნენ პენსიაზე და ინარჩუნებენ იმ წოდებებს, რომლებიც მათ ადმინისტრაციულ ორგანოებში ჰქონდათ. ისინი, როდესაც თავისთავად ხსნიან რესტორნებს და სხვა რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ თავის დროზე პოსტებზე როცა იყვნენ, ესე იგი ამ ქურდებს და როდესაც იმ რესტორანს გარდა პრაქტიკულად არცად არ დადიან. აი რა არის დღეს მე კიდევ ერთხელ ანუ თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ხელისუფლების მაღალი პირები აქტიურად თანამშრომლობენ შავ სამყაროსთან? აქტიურად ეს ძალიან ცოტას ნიშნავს და კიდევ უფრო რთულია ეს პრობლემა. და მე ვითხოვ იმას, რომ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს ახლა მძიმე დღეა, მე ამ საკითხთან დაკავშირებით ასე იგი არ მინდა კიდევ უფრო მეტი მაგრამ თქვენ სწორედ ამ საკითხზე სასაუბროთ ხართ დღეს ეთერში. მე მგონი მე ძალიან სწორად საუბრობ და თქვენ რაც თქვით ეს მსუბუქია, კიდევ უფრო რთულია მდგომარეობა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. და ხმამაღლა მინდა გითხრათ, რომ პარლამენტში არის პიროვნება, რომელიც თავის დროზე ქუთაისში ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელად რომ ინიშნებოდა, თქვენ რომ არ იფიქროთ ეს ის არის, მე გვარს დაგიწერთ მე თქვენ, რომ თქვენ დარწმუნდეთ იმაში, რომ მოსწორს გვეუბნებით. ესე იგი, ჩემ ქუთაისში ჩამოვიდა, მაღალი თანამდებობა ჰქონდა და მეხვეწა დამირეკეს უცხოეთიდან ამ კაცმა, პირდაპირ თქვა კრიმინალმა და მომეცი საშუალება, რომ ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელად დავნიშნო ეს კაცი. ის რომ მოსულიყო პირადად და მას ისეთი ხელმძღვანელი, ისეთი ვთქვათ, ერთ-ერთი მისი ახლობელი არის პროფესორი და ცნობილი პიროვნება. მე არავითარი პრობლემა არ მექნებოდა, რომ ამ ადამიანისაც მხარი დამეჭირა. მაგრამ თქვენ წარმოვიდგინეთ, ქელასის დირექტორად კითხეთ თქვენ ძალიან ბევრ პიროვნებას, ვინ უნდათ ერთხელ მეორედ რატომ შექმნეს ეს ბატონო თემურ, თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ მიდის აი ვთქვათ ასეთი ურთიერთობები ხელისუფლებასა და შავ სამყაროს შორის. ანუ მაშინ ბრძანეთ ვინ იყო ეს პავლო? მე ვამბობ სწორედ იმას, რომ ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ცნობილია ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელებისათვის და პირდაპირ ვამბობ, რომ ჩვენ სამხარეო უშიშროების ხელმძღვანელს მე ვთხოვი, რომ ჩასულიყო და მინისტრისთვის ყველა ეს საკითხი ეთქვა. მე მზად ვარ, რომ მათთან ერთად ამ საკითხებზე გარკვევა მოხდეს, იმიტომ რომ ჩემთვის მე შემიძლია თქვენ დღესაც მაქვს აქ წერილი წამოღებული ერთი, რომელიც მივიღე 1-2 წლის წინ და იყო აღწერილი მთელი სისტემა, როგორ შემოდიოდა იმერეთში, ქუთაისში ნარკოტიკები. როგორ იყვნენ აქ ამ საქმეში ჩაბმული, როგორც კრიმინალები, ასევე პოლიციის წარმომადგენლები. დღეს მინდა პირველად ვამბობ ამას ეთერში, რომ ეს ისეთი მასალა მივიღე, შემეშინდა, თანაც არ მინდა შეგეშინდა. ფაქტები ისეთი წერიაში შეგეშინდება იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ესეთი რამ ხდება. სადაც თქვა გონია, რომ ებრძვის ნარკომანიას პიროვნება და თურმე ის არის მთავარი ამ საკითხის მე პირველი ვისთანაც მივედი, როგორ? შემომთავაზებთ. პირველი ვისთანაც მივედი, უბრალოდ ეს ფაქტები რომ ვნახე, იყო უშიშროების საბჭოს მდივანი. მაგრამ ვერც გაირკვა, ვისთან გაგვეგზელებია შემდგომ ეს საუბარი. ეხლა ეს პიროვნება გარდაცვლილია და ვინმე საეჭვოდ ვარ თქვას, მე ბატონ გელა ლობჟანიძეს იგივეს დაუძახე და უთხარი, რომ წაიკითხე ეს რა წერია. 5 დღის შემდგომ მან დაადასტურა, რომ ყველა ეს ფაქტები მართალია. თვითონაც ჰქონდათ აღრიცხვაზე. და ნუ წარმოიდგინეთ თქვენ, რომ მე ადრე რომ გამოვდიოდი და ამას ვეუბნებოდი შესაბამისი პოლიციის ხელმძღვანელებს, მაშინ ხდებოდა საუბარი იმას, ნუ ეს იცით რა, ნუ პოლიტიკოსია, რაღაც მე ყველას ასაც ვსაუბრობ თქვენთან, თქვენ როგორ გონიათ და როგორი დაშინებებია მე გარეთ, მე ამისი მე ამ რამდენიმე დღის წინ დავწერე წერილი, თუ რაღაც მოხდება, ვისგან იქნებეს და 7 სხვადასხვა ადგილზე არის. ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენზე რაღაც შეიძლება. არა, თუ მიმაჩნია პიროვნება, რომელიც არჩეული ერთ-ერთი დღეს და ძალიან დიდ პატივს მე და არ მინდა მას დაელაპარაკა, არ მინდა დღეს ვისაუბრო, მე კი ასევე შემიძლია რომ დამთავრდება ეს გვარი გითხრათ, შემდგომ და ეს იცის თქვა იგივე უშიშროების ხელმძღვანელმა, უთხრა თუ ეს კაცი არ გავა, ესე იგი შაშიაშვილის სიცოცხლეს საშიშროება, კაცი მოვიდა და მითხრა, უნდა მოხსნა კანდიდატურა, იმიტომ რომ დამირეკეს და მითხრეს, რომ საშიშროება ელოდება ამას და ვიღაც რაღაც დაასე შემდგომ. ეს არ არის რიგითი მოვლენები და თანაც ეს არ არის, რომ თქვენთან ვსაუბრობ ამას პირველად. მე ძალიან ბევრი რამ, რომელიც მე უბრალოდ მიკვირს იმაზე, რომ ზოგჯერ მინისტრებს შეუძლიათ თქვა, რომ ჩვენ ამის თაობაზე კურსში არა ვარ, ჩვენ მე ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ დღეს ესე იგი იმდენად ღრმად არის შესული და ეს არ არის კიდე ესე იგი ერთი მომენტი, რაც არ მინდა გამოვჩეს. თქვენ შეგიძლიათ ანალიზი გააკეთოთ, ინტერნეტში ამოიღოთ მასალა. 1990 წლის ბოლოს ჩემთვის ეს საოცარი ანალიზი აღმოჩნდა. ყოფილი საბჭოთა სივრცეში იყო 300-დან 500-მდე კრიმინალი. ნუ ან თქვენ წარმოიდგინეთ რა გააკეთეს, რომ ავტორიტეტი, აი სწორედ სიტყვა, რომელიც კარგი იყო, ამათ მიიკუთვნეს და მიისაკუთრეს. თვით ეს ინტერნეტის მასალებით საუბრობ, ხო, რომელიც გავრცელებული არის ოფიციალური ორგანოების მიერ 500-მდე იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ
გახდა 2000-მდე და კატასტროფულად გაიზარდა. ამ ანალიზით ცნობილია, რომ 67% ამ ხალხის მოდის კავკასიაზე. ეს ინსტიტუტი არის შექმნილი ძერჟინსკის. ეს არის საბჭოთა ინსტიტუტი. ეს დღეს ყველაზე 46% ყოფილი ამ საბჭოთა სივრცის კრიმინალები მოდის საქართველოს. თანაც იქ იცით როგორ არის მინიშნებული. მეგრელები ცალკეა გამოყოფილი, არ შეყავთ. 33% რუსი წერია, 32% ქართველი, მეგრელი ცალკე წერია გარკვეული პროცენტი და აფხაზეთიდან გარკვეული პროცენტი. ამ ანალიზს რომ წაიკითხავთ, უკვე აშკარად ხვდები, რომელ ქვეყნებში აქვს, სადაც რუსული არსად არ არის ეს ქურდული ინსტიტუტი, ყველაზე ძლიერია კავკასიაში. ანუ ბატონო თემურ, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მე ისე გავიგე, რომ თქვენზე შესაძლებელია განხორციელდეს რაღაც არა, მე ისეთიანით არ ვლაპარაკობ. და თქვენ საუბრობთ, რომ ეს შესაძლებელია მოდიოდეს შავი სამყაროდან. მე იმდენი პიროვნება საუბრობ საერთო ტერაქტებზე ბოლო პერიოდში, მე უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე სასაცილოდ მიმაჩნია, მე რო თქვენ ზოგიერთი რამ გაჩვენოთ, კაცი იმიტომ ხარ, რომ ამაზე ზედმეტად არის საუბარი, ამას არ ვლაპარაკობ. ჩემზე ტერაქტი არ არის თავარი. მე ვიმეორებ, ეს არის ტერაქტი სახელმწიფოზე, როდესაც ქუთაისელი, ქართველი, თანაც 4 ჯგუფია გამოყოფილი, ქუთაისური ჯგუფი ყველაზე ძლიერია ინტერნეტში წერია. თბილისური ჯგუფია შემდგომიო, სამეგრელო ჯგუფი და აფხაზური ჯგუფიო. ჯერ ნახეთ თვითონ ეს 4 როგორ არის დაპირისპირება თბილისი, ქუთაისი, სამეგრელო, აფხაზეთი და თანაც წერია, რომ ყველაზე ძლიერი ჯგუფი არის, თქვათ აი ამ შემთხვევაში ქუთაისის ჯგუფი. ეს არის დღეს ტერაქტი არის სახელმწიფოზე, იმით რომ ძალიან სერიოზული სპეცსამსახურები ამათ აცხოვრებენ საუცხოო პირობებში მოსკოვში, რუსეთში და ეს ხალხი არის გამოყენებული იმისათვის კრიმინალიზაცია რატომ ხდება ხელისუფლების. მე ერთ-ერთმა დიდმა პიროვნებამ, როცა დამთავრდება ამასაც გეტყვით, გაგიკვირდებათ, როცა ეს მაგალითები უთხარი, ასეთი რამ თქვა, რომ მე რომ მოვდიოდი მოსკოვიდან, მაშინ მითხრეს, რომ მოგეხმარებით, რომ აინც საქართველოში არეულობაა და 4 კაციდან, რომელიც გამოაყოლეს, 2 ცნობილი ქურდი იყო თუმენდაცვაში. ეს თქვენ ეს არ არის უბრალო მომენტი. მე ამ საკითხზე საუბრობ, მე ეს ხალხი მეწოდება კიდევაც, მათ გაცნობიერებული არა აქვს დღეს, რომ ეს ინსტიტუტი გამოყენებულია სახელმწიფოში კრიმინალიზაციისათვის, გამოყენებულია იმისათვის, რომ როდესაც დაჭირდება არჩევნების დროს მე ასეთი სიმრავლე ამ ხალხის აღარ აჩერებენ მათ უკვე იმ ქალაქებსა და რაიონებში ანუ პოლიტიკაში ერევიან. რა თქმა უნდა, დავალები, ის არ გააჩერებენ. ბოლო დღეებში მიდის ძალიან აქტიური საუბარი, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენი ნებართვით იმაზე, ხომ არ იგეგმება საქართველოში რაღაც დესტაბილიზაცია, იგივე ვთქვათ კრიმინალების გამოყენებით. კრიმინალიზაცია, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სიტყვას. მე მაინტერესებს აი ბოლო დღეების განვითარებული მოვლენების ფონზე თქვენი დღევანდელი განცხადებები რამდენად ურთიერთკავშირს შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ, შეგიძლიათ არა. ნუ ასევე შეიძლება ბევრმა ტელემაყურებელმა. გამსახურდიას წინააღმდეგ ესე იგი ჯერ ერთი მანამდე, როდესაც გაიმარჯვა მან, ოქ ჩვენ ქუთაისში სამეფო კომპლექსში, როდესაც ესე იგი თბილისიდან ჩასულ პოლიტიკოსებთან ერთად დიდი ცეკვა თამაში რომ იყო სამეფო კომპლექსში, ცნობილი რამდენიმე კრიმინალი იქ იყო. გამსახურდიას წინააღმდეგ ყველაზე კარგად გამოიყენეს ეს ინსტიტუტი. იქამდე რომ წერალმა დავით კვიცარიძემ, როდესაც თქვა სამხედრო გადატრიალება მოხდა, დამირეკა და მითხრა რომ ამბობენ აქეთ მოდიხარ და არ წამოხვიდე ისეთი ხალხი ჩამოვიდაო, რომ უბედურება იქნება თუ თქვა აი ესეთი თქვენ დღეს რა ეჭვეპარება იმას რომ აფხაზეთის ომმა შეაერთა კრიმინალები და ხელისუფლებისა და სხვა წარმომადგენლები, იგივე ომმა რომელიც ქვეყანაში იყო, იმ ომმა რომელიც მოხდა შიგა ომი იყო თუ აფხაზეთის, ისეთი უბედურება მოუტანა ქვეყანას, ისეთი გამთლიანება გააკეთა კრიმინალებისა და სახელისუფლება წარმომადგენლების, რომ მართლაც დიდი ჭკუა ჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ როგორმე ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. ბატონო თემურ, უკაცრავად თქვენ ეს ინფორმაციები, რომელიც ძალიან სერიოზულია, როგორც ახლა ირკვევა პირდაპირ ეთერში, მიაწოდეთ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამინისტროს მინისტრებს უშუალოდ აქვს თუ არა თქვენს მიერ ეს ინფორმაცია მიწოდეთ. როგორც ძველ, ასევე ახალ ხელმძღვანელებთან თელ რიგ პრობლემებზე კიდევ უფრო მწვავედ და სხვასთანაც ამ საკითხებზე საუბარი მქონდა, იმიტომ რომ ხელით დამოუკიდებლობის ერთ-ერთ უმძიმეს პრობლემას ვხედავ მე დღეს, აი რომ შემოყავთ ხალხი იძულებულს ხდიან რომ ჩაერთონ არჩევნებში და ამას სპეცსამსახურები გარედან მოუწოდებენ. კონტრაბანდა არ არის უბრალოდ ვინმეს რომ მოაქვს ფული მოიგოს. კონტრაბანდა ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ქურდულ სამყაროსთან. და იმ შეერთებული აქ ადმინისტრაციულ ორგანოების და ხელისუფლებაც ეს აღურიცხაობა თქვენ პოლიტიკოსები ამაზე რომ არ საუბრობენ. მე ამასაც გეტყვით შემდგომ, როდესაც მამის 40 იყო ჩვენთან ცხოვრობს ერთი პიროვნება და მე დიდი ხანი 10-15 წელი არ მენახა ის და რომ გავიგე რომ ის იყო მე ვთხარ დატოვეთ მეთქი მე არ ვარ ეს მე აბსოლუტურად
თვლი რომ მათ დამიპატივისცემაც არის ჩადებული იმაში რომ მათ ისეთ რამეს აკეთებინებენ ქვეყნისათვის ეს სირცხვილია და როდესაც გადიოდა გარეთ მითხრა რომ მე ჩემთან რომ მოვიდა სახშიო პოლიტიკოსი ასე მითხრა აი თქვენო თემურ შაშიაშვილის ხომ იცნობთ მე გავაკეთე განცხადება თუ ჩვენ პარლამენტში გავიმარჯვებთ თემურ შაშიაშვილი თავრობის თავმჯდომარე იქნება ეს გააკეთა 40 კაცი განცხადება ეს იციან ჩვენმა წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული ორგანოების ვინ იყო ეს პიროვნება თიც გვიქნებს დღეს მე რა უნდა ის პოლიტიკოსი მე რა უნდა გავაკეთო გარდა იმისა რომ მივმართე შესაბამის ორგანოებს და უთხარი რომ ჩემზე თავდასხმა არ არის უბედურება ვიღაცა მართლა შეეწირება ამ საქმეს მაგრამ გამოფხიზდება ქვეყანა მაგრამ როდესაც თქვა მთელი რიგი